გამარჯობათ ყველას, მე ნათია ვარ და ამ ვიდეოში მე ვიდა რომ ჩვენ ერთად ვისწავლოთ თუ როგორ ვისაუბროთ ინგლისურ ენაზე უფრო ზრდილობიანად. შეიძლება თქვენ უკვე იცით ინგლისურ ენაზე ზრდილობის აღმნიშვნელი სიტყვები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ თუ როდის და როგორ გამოიყენოთ ეს სიტყვები. რადგანაც ინგლისური ენის თავისებურებიდან გამომდინარე, ამ სიტყვების გამოყენება ქართული ენისაგან ცოტათი განსხვავდება. მოდით დავიწყოთ და მიხვდებით რაზეა საუბარი. დამაშასე, პირველი მაგალითი ეს არის სიტყვა გთხოვ, ანუ სიტყვა please ის გამოყენება ინგლისურ ენაზე. ჩვენ ქართველები, როდესაც ვიღაცას რაღაცას ვთხოვთ, სიტყვა გთხოვის გამოყენება არ არის სავალდებულო. ჩვენი ზრდილობიანობა ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ ჩვენი ინტონაციით. მაგალითად ვამბობ კალამს ხომ ვერ მომაწვდიდი, ან კალამი მომაწოდე, ან დამეხმარე და ასე შემდეგ. მაგრამ, როდესაც იგივეს ვამბობთ ინგლისურ ენაზე, ჩვენ სიტყვა გთხოვ, ანუ სიტყვა please ამ წინადადებას ბოლოში აუცილებლად უნდა დავაყოლოთ. ანუ ჩვენ უნდა ვთქვათ give me a pen, please, and help me, please, და არა იგივე please-ის გარეშე. რა თქმა უნდა, გრამატიკულად ეს იქნება სწორი ფორმა, თუმცა ეს ჟღერს როგორც ცოტა უხეში და უზრდელური ადამიანივით. ამ შემთხვევაში გამოდის თითქოს თქვენ ვიღაცას უბრძანებთ, რომ რაღაც გააკეთოს თქვენთვის. მოკლედ, თუ გინდათ რომ ინგლისურ ენაზე საუბრისას ჟღერდეთ როგორც ზრდილობიანი ადამიანი, ეცადეთ სიტყვა please ყოველთვის გამოიყენოთ, როდესაც ვიღაცას სთხოვთ რაღაცას. მეორე ზრდილობიანი ფორმა ეხება წინადადება I want ის გამოყენებას. I want ქართულად ნიშნავს მე მინდა და მას ჩვენ ჩვეულებრივ ვიყენებთ, როდესაც რაღაცა გვინდა. მაგრამ I want ინგლისურ ენაზე ჟღერს ცოტათი კაცრად, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენ რაღაცა გინდათ. აი მაგალითად, თუ კი ჩვენ ვართ რესტორანში, კაფეში ან მაღაზიაში და რაღაცას ვეძებთ ან რაღაცას ვუკვეთავთ, ჩვენ ქართულად შეგვიძლია ვთქვათ, მინდა ერთი ჭიქა ყავა და ეს ჟღერს ზრდილობიანად. მაგრამ თუ თქვენ იგივე სიტუაციაში საუბრობთ ინგლისურ ენაზე, უმჯობესი იქნება თქვენ თუ იტყვით I want ის ნაცვლად I would like ან შემოკლებით I'd like, რაც ქართულად ითარგმნება როგორც მე მსურს. ანუ თქვენ ინგლისურ ენაზე ამბობთ მე მსურს ერთი ჭიქა ყავა, მე მსურს ვიყიდო ერთი შოკოლადი და ასე შემდეგ. ანუ თქვენ უნდა თქვათ I would like a cup of coffee. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ რომ თქვათ I want a cup of coffee, თუმცა ეს არ იქნება მთლად ზრდილობიანი ფორმა. იგივე მაგალითად, როდესაც თქვენ გინდათ რომ ვიღაცას რაღაცას სთხოვოთ, მაგალითად თუ კი ამბობთ, მინდა რომ ერთი შეკითხვა დაგისვა, ქართულად ეს სრულიად ზრდილობიანი ფორმა, რადგან თქვენ ინტონაციით ადამიანს სთხოვთ უფლებას, ასე ვთქვათ, და გინდათ რომ რაღაც კითხვა დაუსვათ. მაგრამ ინგლისურ ენაზე იმის ნაცვლად რომ უთხრათ I want to ask you a question, თქვენ უმჯობესი იქნება თუ ეტყვით I would like to ask you a question, ან I'd like to ask you a question. მოკლედ, ყოველთვის, როდესაც გინდათ რომ გამოიყენოთ ინგლისურ ენაზე წინადადება I want ან მე მინდა, შეეცადეთ რომ ინგლისურ ენაზე თქვათ I would like ან I'd like, რაც ნიშნავს მე მსურს. ქართველების წინადადებას მე მსურს არ ვიყენებთ, მაგრამ ინგლისურ ენაზე ის ძალიან ხშირად ჩვეულებრივ გამოიყენება მე მინდას ნაცვლად. როდესაც ინგლისურ ენაზე საუბრისას ჩვენ ვიღაცას რაღაცას ვავალებთ, საჭირო არის რომ გამოვიყენოთ სიტყვები can ან კიდევ could, რაც აღნიშნავს ზრდილობიან მიმართვას. მაგალითად, თუ კი ჩვენ ვამბობთ ვეუბნებით ვიღაცას გააკეთეს შენი საშინაო დავალება, ჩვენ უნდა ვუთხრათ could you please do your homework, ან კიდევ can you please do your homework და არა პირდაპირ do your homework. თუ do your homework ვიტყვით can-ისა და could-ის გარეშე, გამოდის რომ ჩვენ ამ ადამიანს ვავალებთ, ასე ვთქვათ, ძალას ვატანთ, რომ მან საშინაო დავალება გააკეთოს. აქვე ფრთხილად უნდა ვიყოთ can-ისა და could-ის გამოყენების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ორივე მათგანი არის ზრდილობიანი ფორმა, თუმცა can არის ნაკლებად ზრდილობიანი ფორმა ვიდრე could. ამასთან, უნდა დავიმახსოვროთ, რომ როდესაც ჩვენ ვიყენებთ can-ს, იმის გარდა რომ ჩვენ ადამიანს ვთხოვთ, რომ რაღაც გააკეთოს ზრდილობიანად, ჩვენ ასევე მას ვეკითხებით, თუ რამდენად შეუძლია მას ეს გააკეთოს მისი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ კი ვამბობთ could you please do your homework, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მას ვეუბნებით დავალებას ხომ ვერ გააკეთებდი, დავალება გააკეთე გთხოვ. მაგრამ თუ ვეტყვით can you please do your homework, ეს ნიშნავს რომ დავალებას ხომ ვერ გააკეთებ, ანუ დავალებას გააკეთებ, ანუ შენ შეგიძლია რომ დავალება გააკეთოს შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მოკლედ, დავიმახსოვროთ რომ როდესაც ინგლისურ ენაზე საუბრისას ჩვენ ვავალებთ ვიღაცას რომ რაღაცა გააკეთოს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ წინადადებაში სიტყვები can და could. როდესაც
როდესაც საუბრობთ ინგლისურ ენაზე და აღმოჩნდება, რომ თქვენი თანამოსაუბრე ცდება, თქვენ შეგიძლიათ მას უთხრათ you are wrong, ანუ თქვენ ცდებით, ან I don't agree, ანუ არ გეთანხმებით. მაგრამ ეს არის ცოტათი უხეში და უზრდელური ფორმა. თუ გითხრათ, რომ თქვენ შეხედათ როგორც ზრდილობიანი ადამიანი, თქვენ მას უნდა უთხრათ I think you might be mistaken, ანუ მე ვფიქრობ, რომ თქვენ მე მგონი გეშლებათ. ან I am afraid I disagree. ანუ შიშობ, მაგრამ არ უნდა დაგეთანხმოთ. წუხარ, მაგრამ არ უნდა დაგეთანხმოთ. მეორენაირად ეს შეგიძლიათ უთხრათ I am sorry I disagree. ანუ წუხარ, რომ არ გეთანხმებით, მაგრამ ყურადღებით იყავით, როდესაც თქვენ ამბობთ I am sorry, ეს ნიშნავს, რომ თქვენ წუხართ. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად წუხართ. ანუ ხანდახან თქვენ შეიძლება სულაც არ წუხდეთ და ამიტომაც თუ მართლა არ წუხართ, შეეცადეთ რომ გამოიყენოთ I am sorry-ს ნაცვლად I am afraid I disagree. მოკლედ, იმის ნაცვლად რომ ვიღაცას გააგებინოთ რომ ის არასწორია და უთხრათ you are wrong and I don't agree, ეცადეთ რომ გამოიყენოთ I think you might be mistaken and I am afraid I disagree and I am sorry I disagree. როდესაც საუბრობთ ინგლისურ ენაზე და გინდათ რომ გამოხატოთ თქვენი ემოცია, რომ რაღაცა არ მოგწონთ, რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ თქვათ I don't like. მაგრამ I don't like-ის გამოყენება არის ცოტათი უხეში ფორმა. ამიტომაც თუ თქვენ არ მოგწონთ რაღაცა, იმიტომ რომ ამჯობინებთ სხვას ამ რაღაცას, მაშინ თქვენ I don't like-ის მაგივრად უნდა გამოიყენოთ I'd prefer, რაც ითარგმნება როგორც ვამჯობინებ. მაგალითად, თქვენ იმის ნაცვლად რომ თქვათ I don't like this dress, ანუ არ მომწონს ეს კაბა, უმჯობესი იქნება თუ ითქვით I'd prefer that dress, ანუ ვამჯობინებ იმ კაბას. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის თქვენ ინგლისურად საუბრისას დაგეხმარებათ და ამ ფრაზებს რაც მიახსენი გამოიყენეთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ რომ ის დაალაიქოთ, ანუ ვიდეოს ქვეშ რომ აი ესეთი თითის ნიშანია, მას დააჭიროთ. ასევე ვიდეოს ქვეშ არის თუ ქართულად გაქვთ YouTube, წაწერა, გამოწერა, ხოლო თუ ინგლისურად აწერია subscribe. თუ გინდათ რომ ჩემ ახალ ვიდეოებს უყუროთ, გთხოვთ რომ ასევე დააჭიროთ გამოწერას ან subscribe-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მე ჩავწერ ახალ ვიდეოს, თქვენთან ავტომატურად გაჩნდება ჩემი ახალი ვიდეო. მოკლედ, დიდი მადლობა რომ მიყურეთ, ყველას ნახვამდის და ყველას დიდი წარმატებები.